მოგესალმებით FM 105.9-ზე გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა, რომელსაც შეგიძლიათ ასე თვალყურებებად რადიოების Facebook ვებსაიტის საშუალებით, ასევე პორტალებზე MyVideoG, იმედი.lk და მათი საიტები 53-ზე. რაც შეეხება დღევანდელი გადაცემის თემას, დღეს შეუთავსებელ პროდუქტებზე ვისაუბრებთ. ანუ ერთის მხრივ შესაძლოა ესაცულის პროდუქტი იყოს ძალიან კარგი, სასარგებლო და აუცილებელიც კი ჩვენი ორგანიზმისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თუ ამ კონკრეტულ პროდუქტს სხვა რომელიმე კონკრეტულ პროდუქტთან ერთად მივირთმევთ, ან კონკრეტულ მედიკამენტთან ერთად, ერთის მხრივ შესაძლოა რომ სახიფათო გახდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ზოგ შემთხვევაში სიცოცხლისთვისაც და უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა რომ ამ პროდუქტებში არსებული სასარგებლო თვისებები ორგანიზმმა უბრალოდ არ აითვისოს და დაიკარგოს. ეს ასე რომ არ მოხდეს, უნდა ვიცოდეთ ამ პროდუქტების ჩამონათვალი და უბრალოდ უნდა მოვარიდოთ ერთმანეთს. ანუ მივიღოთ არა ერთად, არამედ ცალ-ცალკე გარკვეული დროის ინტერვალის დაცვით. რა დროის ინტერვალი უნდა იყოს ეს და რომელი პროდუქტები, ამას უკვე ჩვენი დღევანდელი გაცემის სტუმარი თინათი მამფორია, ექიმი ენდოკრინოლოგი უპასუხებს. მოგესალმებით თინათი, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობს. დავიწყოთ რძით. რძე არის ყველაზე უფრო შეიძლება ითქვას პრეტენზიული პროდუქტი, იმიტომ რომ ყველაზე უფრო მეტ სხვა პროდუქტებთან ერთად არ არის შეთავსებადი და შესაძლოა გარკვეული პრობლემები შექმნას. ზოგადად რძე რომ აუცილებელია, კი არ გვაქვს ლაქტოზის ალკოჰოლი, რძეს ჩვეულებრივ იმილებს ადამიანი, ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ვიცით რომ ცილის შემცველია, ვიცით რომ კალციუმის შემცველია და განსაკუთრებით აუცილებელია ბავშვებისთვის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში თუ რომელიმე კონკრეტულ პროდუქტთან ერთად მივირთმევთ ან შევურავთ, უკვე შეიძლება საშიში გახდეს და დავიწყოთ ყოველ საშიშით, ეს არის რძე და ხურმა. რატომ არ შეიძლება რძეს და ხურმის ერთად მირთმევა? შეიძლება აქ დავამატებ მაინც განმარტავებით მიკითხოს, რომ რძეს და ხურმას ერთად როდის მივირთმევთ, მაგრამ ალბათ აქ შეიძლება მივირთმევდეთ, თან შეიძლება მაინც ხურმა მივირთმევას და ცოტა რაღაც მალე პერიოდში ნახევარსაათში დააყოლოს რძე და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს და რატომ შეიძლება იყოს საშიში ადამიანის სიცოცხლისთვისაც კი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობთ მოწვევისთვის. ნამდვილად როგორც აღნიშნეთ, რძე დამოუკიდებლად ძალიან სასარგებლო საჭირო პროდუქტია, მაგრამ ზუსტად მისი ამ კარგი და დადებითი შემცველობის გათვალისწინებით, როგორც არის კალციუმის შემცველობა, ცილების შემცველობა, ურთიერთქმედებს უკვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემთხვევაში, როგორც მჟავასთან, ასევე პარალელურად მოხვედრილ პროდუქტებთან ერთად. მათ შორის ნამდვილად გამოირჩევა ამ თვალსაზრისით ხურმა, რომელიც დამოუკიდებლად ძალიან კარგი პროდუქტია თავისი ასევე მინერალური და ვიტამინების შემცველობით, მაგრამ შეიცავს ეგრეთ წოდებულ ტანინის მჟავას, რომელიც ზუსტად კუჭ-ნაწლავში მოხვედრის შემთხვევაში და ცილებთან კავშირის შემთხვევაში წარმოქმნის ის ვთქვათ ტანინის პროტეინს, რომელიც ფაქტობრივად მოუნენებელი შეიძლება გახდეს ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემის მიერ და ხელს უწყობს დაგროვებას, ერთგვარი კენჭების ჩამოყალიბების პროვოცირებას კი ბეზოარების მაგდება, ქვასავით მაგდება და უკვე რა თქმა უნდა აფერხებს მონელების პროცესს. გარდა იმისა, რომ თვითონ დამოუკიდებლად ამ ორი პროდუქტის სასარგებლო თვისებები იკარგება, უკვე სხვა რიცხვების შეწობა საფრთხესაც უქმნის და მთლიანად კუჭ-ნაწლავის მუშაობის ადეკვატურ გაგრძელებასაც საფრთხეს წარმოადგენს. რამდენად საშიში შეიძლება იყოს მაგალითად იგივე აი ამ ქვების წარმოქმნა, თუ კი ადამიანი რძეს და ხურმას ერთად მირთმევს, რა შედეგი და რა გამოსავალი არსებობს? რაოდენობა და დამოკიდებული ეფექტიც გვაქვს. ახლა შეიძლება რაღაც 1-2 ყლუპი არ იყოს ამ ყველაფერი ჩივილების გამომწვევი. პირველ რიგში რაც იწყება ჩივილებით, რა თქმა უნდა შეფერილობა, ტკივილი, რომელიც ინტენსიური ხასიათი შეიძლება გახდეს მოგვიანებით და გაუვალობის გამომწვევი ქირურგიული ჩარევა, მანიპულაციის საჭიროებაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ისეთი მწვერვალი პროდუქტი, როგორც არის რძე და ხურმა, შესაძლოა რომ გახდეს ოპერაციის აუცილებლობის გადაუდებელი ოპერაციის მიზეზი. ალბათ ეს ყველაზე უფრო ისეთი იყო, რაც ჩამოთვალეთ ყველაზე უფრო საშიში, მაგრამ საშიშის გარდა არსებობს კიდევ დისკომფორტები და ასე შემდეგ, რომელიც ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს რძეს. რამდენად არ არეკომენდებულია, თუ არის თუ არ არეკომენდებულია რძე და ბანანი, მაგალითად ერთ-ერთი ხშირად ბავშვებს ასე აჭროვენ ხოლმე. კი ბატონო, ზუსტად ბანანთან მიმართებაში ცოტა ურთიერთსაპირისპირო აზრებიც არის.
დამოუკიდებლად ურთიერთქმედებაში ესე უარყოფითად არ შედის და პრინციპში თავისუფლად უფრო ინდივიდუალურად შეიძლება განვიხილოთ უკვე მომილების პროცესებისთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ვიღაცას ისედაც შედარებით სუსტი ნაწავური მოქმედება აქვს და უჭირს ნებისმიერი პროდუქტის მომილება, მათ შორის დამოუკიდებლად რძისაც და ბანანის საკმაოდ ისეთი საკვებო პროდუქტად ნუტრიენტად ითვლება, თუმცა ესე რომ ერთ მნიშვნელოვნად თქვა, რომ არ არის ერთად მიღება რეკომენდირებული, ანუ ყველას არ ეხება, ყველას არ ეხება, პირიქით ძალიან ხშირად მოიხმარება ესეც მუზების სახითაც, ანუ ერთად გარეულიც, ერთდროული მირთმევად ძეს და ძის პროდუქტებთან ერთადაც და ერთგვარად ეხა არც წარმოადგენს ესე პირდაპირ უკუჩვენებას, იმიტომ რომ დამოუკიდებლად ძის შემცველობაში რაც არის კალციუმით, ცილებით და კითხვა ეს ვიტამინებით საკმაოდ მდიდარი ბანანი, კალციუმსაც, კალიუმსაც შეიცავს დიდი რაოდენობით, ზომიერების ფარგლებში ესეთ აქტიურ დისკომფორტს არ გამოიწვევს. ზედა ციტრუსი? ზედა ციტრუსი უკვე სხვა თემაა, იმიტომ რომ ციტრუსები გამოირჩევა თავისი მჟავიანობით, ძირითადად და ზუსტად ეს ვიტამინის რაოდენობით შემცველობა და მჟავიანობა უკვე ძის ფერმენტიზაციას უწყობს ხელს. ამის ფონზე უკვე რძე კარგავს თავის თვისებებს, რაც მომილების პროცესსაც ხელს უშლის და დუბლის პროცესებს აჩქარებს, ეს ვთქვათ, სისტემაში, ჭრაწავის სისტემაში ხელს უშლის მე უკვე თვითონ რძის შეწოვასაც და დამოუკიდებლად ციტრუსით კარგავს თავის დადებით თვისებებს. ვიტამინების თვალსაზრისითაც მომილებასაც ხელს უშლის და შეპერილობა, დიარეისკენ მიდრეკილება შეიძლება თავისუფლად გამოიწვიოს, შეპერილობაც იმდენად შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს, რომ საკვების მიხებაზე ზოგადად გავლენა მოახდინოს. ამიტომ ამ შემთხვევაში ცოტა უფრო მეტად ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ერთდროული მიღება არ მოხდეს ეს პროდუქტებთან ციტრუსების. ციტრუსებზე მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად მისი ლინის მჟავით და ვიტამინის და ასე შემდეგ შემცველობის დამსახურებით სამაგიეროდ პირიქით რკინის პრეპარატებთან უფრო რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ მოხდეს მიღება, ვიდრე რძის პროდუქტებთან და განსაკუთრებით რძესთან. ან მოკლედ ხორცი და ციტრუსი კარგი კომბინაცია. აი, მაგალითად ლიმონს რო აწეთებენ ხორცეულზე, თევზეულზე და ასე შემდეგ, პირიქით აი ხორცთან მიმართებაშიც კი ნამდვილად რეკომენდაცია ამ ხარეს ეს თქვა უფრო მეტად აქვს. იმიტომ რომ შეწოვას რეალურად რკინის ბევრად უფრო აძლიერებს ზევიტამინი. კი ბატონო, რძე, ასე ამოვიკითხეთ, არ ვიცი რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, რძე ანეიტრალებს, უბრალოდ აფერხებს ზოგიერთი ანტიბიოტიკის მოქმედებას და ეს რამდენად მართალია? ამაზე ვარაუდით არის ნამდვილად, ალბათ ესე დეტალურად და იდეალურად ყველა შეიძლება ვერ არის შესწავლილი როგორც ანტიბიოტიკები, ასე მათი ურთიერთქმედება, მაგრამ ნამდვილად არც აქ არის რეკომენდებული რძესთან დაყოლება ანტიბიოტიკების, იმიტომ რომ დამოუკიდებლად თვითონ ბევრი პაციენტისთვის რძე ძნელად მოსანელებელი პროდუქტია, უჩინარწლავს ისედაც აღიზიანებს ანტიბიოტიკი და დამოუკიდებლად თვითონაც იწვევს დისკომფორტსაც, შეგვეულობასაც, დარღვევას კუჭის მოქმედების და მათი კომბინაციაც შეიძლება ცუდად აისახოს. პლუს შეწოვასაც კი ნამდვილად შეიძლება ხელი შეუშალოს. დეტალური მექანიზმები, რადგან თვითონ ანტიბიოტიკო თერაპია სხვადასხვა მიზნით ინიშნება, ანტიბიოტიკების განსხვავება თავისი შემადგენლობითაა. კი ბატონო, ამიტომ ეს ერთიანი ის რო აი არც ერთზე არ არის სასურველი მიღება, ან რა დრო დავიცვათ, ესე არ არის გაწერილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ანტიბიოტიკებთან რაიმე დანამატის სახით მიღება წყლის გარდა დიდად რეკომენდირებული არ არის. კი ბატონო, რადგან გადავედით მედიკამენტებზე, ძალიან ხშირად აპრობირებული მეთოდია ეს, რომ ნაბახუსებზე ან თუნდაც ესეთი ალკოჰოლის მიღებიდან გარკვეული 1-2 საათის შემდეგ, როცა ნაბახუსების მსგავსი სიმპტომები აქვს ადამიანს, საკმაოდ შემოწუხებული ამსახვავს ძლიერი თავის ტკივილი, ბევრი ადამიანი იღებს სხვადასხვა ტიპის განმაყუჩებელს. მათ შორის იღებენ პარაცეტამოლს, ასეთ წამალს და რამდენად შეიძლება რომ ეს საფრთხის შემცველი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რამდენად რეკომენდებულია მსგავსი ტიპის პრეპარატების მიღება? ზოგადად ალკოჰოლთან მიმართებაში ნებისმიერი ტიპის მედიკამენტი, ეს იქნება კილოგამაყუჩებელი თუ სხვა ჯგუფის სამკურნალო საშუალებები არ არის რეკომენდებული პირდაპირ, შეიძლება ითქვას და განსაკუთრებით რამდენიმე ჯგუფი გამოირჩევა, მათ შორის კილოგამაყუჩებელი და მათ შორის მოსახლეობისთვის ძალიან უსაფრთხოდ და
უპრობლემოდ ცნობილი პარაცეტამოლი, ნებისმიერ ასაკში და ზოგი სამწუხაროდ ნებისმიერი რაოდენობით იყენებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, თუ არ დავიცავთ არც დოზირებას, არც დროის მენეჯმენტი არ გვექნება, როდის რას მიიღებს პაციენტი. პირველ რიგში მისი ეს უარყოფითი გავლენა დაკავშირებულია ღვიძლის მეტაბოლიზმთან. ნებისმიერი წამალი, რასაც მივიღებთ ორგანიზმის მიერ, ინდივიდუალურად მიიღება და აღიქმება, გადამუშავდება, მეტაბოლიზდება, მით უმეტეს თუ პაციენტს აქვს რაიმე ღვიძლის პათოლოგია და ალკოჰოლის ჭარბად თუ არ აქვს პათოლოგია, არ არის რეკომენდებული. შეიძლება არ წარმოადგენდეს სიცოცხლის საფრთხეს ერთჯერადი მოხმარება, მაგრამ სისტემატიური და ყოველჯერზე ესე იგი ალკოჰოლსაც ხშირად მოიხარს გამართოს. საერთო ჯამში რა თქმა უნდა საფრთხეს ქმნის, იმიტომ რომ ღვიძლში არ ხდება უკვე სწორად გარდაქმნა, როგორც მედიკამენტის, ასევე ალკოჰოლი თავის უარყოფითზე გავლენას ახდენს ფერმენტულ დონეზე და უკვე არც ღვიძლის ტოქსიური, არც წამლის და პარაცეტამოლის ტოქსიური ნაერთების გამოყოფა ხდება. თვითონ ალკოჰოლის ტოქსიური ეფექტი ცალკე ღვიძლზე აისახება, კიდევ და ცალკე ორგანიზმის მეტაბოლიზმზე და უკვე არა მარტო წამლის ფონი იქმნის უკვე საფრთხეს, არამედ უკვე თვითონ ღვიძლის ტოქსიური ნარჩენების არსებობა წარმოადგენს საფრთხეს და მისი ფუნქციის შეცვლაც ორგანიზმის. თუ ადამიანს აწუხებს და უშეცს ძლიერ თავის ტკივილი, ამ დროს არის რეკომენდებული თუ მაგალითად არ შეუძლია რომ პრეპარატი არ მიიღოს და რაღაც მაინც რომ მიიღოს, პარაცეტამოლის მაგალითად სხვა არ დავასახელოთ პრეპარატი, მაგრამ სხვა ტიპის ზოგადად ნებისმიერი ტკივილი გამაყუჩებელი არასტეროიდული ფორმის, რაც არის ითვლება, რომ უახლოესი 6-8 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოს ზუსტად აი ამ სავარაუდო არასასურველი გვერდით მოვლენების გათვალისწინებით. უმეტესად ვურჩევთ პაციენტებს, რომ მოხდეს გადატანა არასასურველი მდგომარეობის და დისკომფორტის კვებით მიეშველოს რაღაც მოსხენებული მდგომარეობა და სითხით დატვირთვა ძირითადად. სითხე ალკოჰოლს არ ანეიტრალებს, მაგრამ აძლიერებს თირკმლის მუშაობას, ღვიძლის მუშაობას და ამის ხარჯზე უარყოფითი გავლენის შედარებით შემსუბუქებას. იმიტომ რომ სამწუხაროდ თვითონ ალკოჰოლი სანამ არ დასრულდება მისი მეტაბოლიზმი ორგანიზმში, ესე რომ მოვკიდოთ ხელი და გამოვიტანოთ ორგანიზმიდან, ესეთი საშუალება არ გვაქვს. თავის მეტაბოლიზმი აქვს, რაც რომ დასრულდება, სულად გამოივლენება ორგანიზმიდან. რა თქმა უნდა, ესეთ დოზა დამოკიდებულია, რაც უფრო მეც მიიღებს პაციენტი და ორგანიზმი უფრო გამოვლინდება ეს დისკომფორტი ტკივილის სახით. თვითონ თავის ტკივილსაც თავისი ბევრი მექანიზმი აქვს, მათ შორის ალკოჰოლის დამოუკიდებლად თვითონვე იწვევს ტკივილსაც, პლუს რაც აქტიურებს ვთქვათ აქტივიტი პროცესების და ჰისტამინის გამომუშავებას ორგანიზმში და ესეც იწვევს უკვე დისკომფორტს და თავის ტკივილით შეიძლება გამოვლინდეს. ამიტომ ყველა მექანიზმზე თუ ვერ ვახდენთ გავლენას, რეკომენდაცია რაც გვაქვს მედიკამენტებისგან თავის შეკავება, გარდა თვითონ ამ ტოქსიური ფაქტორების ალერგიული რეაქციების გასათვალისწინებელია, რაც შეიძლება ძალიან მარტივად გამოვლინდეს ალკოჰოლის და მედიკამენტებთან მიმართებაში. ამიტომ მე ასე გავიგე, რომ თუ ადამიანი მიიღებს ალკოჰოლურ სასმელს, აი ამ სასმელის მიიღების დასრულებიდან 8 საათი მაინც შეიკავოს კი ბატონო. პრეპარატის მიღებისგან. კი ბატონო, ალკოჰოლი და სოკო. ბევრგანი იკითხება ეს ინფორმაცია, რომ არ არის ერთად მიღება რეკომენდებული და რამდენად შეიძლება რომ ეს შეესაბამებოდეს თვითონ სოკოც იმდენი სახის არის, ალბათ ყველას არ ეხება ალბათ ეს მოსაზრება, მაგრამ რაც გამორჩეულად ნამდვილად გასათვალისწინებელია, ეგრეთ წოდებულ ჯადოსნურ სოკოს, რასაც ეძახიან ცოტა ახალი ფსიქოგენური ფაქტორების მოქმედებით, მათთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არ არის არამარტო რეკომენდებული, არ შეიძლება მოხმარება, იმიტომ რომ პოტენციალურად აძლიერებს მის უარყოფითზე გავლენას და შეიძლება თავისთავად სერიოზული დაზიანებაც გამოიწვიოს ამ ჰალუცინოგენური ეფექტის სიძლიერე გამოვლენის ფონზე, პლუს რეალურად ჩვეულებრივ სოკოზე ქამასოკო რაც გავრცელებულია არ არის ესეთი განსაზღვრული უკუჩვენება რო არ იყოს, იმიტომ ნებისმიერ სოკოს გარკვეულ დონეზე შეიძლება თავის ტოქსიური ეფექტები ქონდეს. შეიძლება ალკოჰოლი ცოტა აძლიერებდეს მის ტოქსიური ეფექტის მოქმედებას ზოგადად ორგანიზმზე. უბრალოდ ახლა რაც
ნამდვილად არ შეიძლება და საფრთხის შემცველი არის, უფრო ამ კუთხით მოქმედი სოკოები გულისხმება. ისედაც რაც ცოტა საეჭვოს წარმოადგენს ნუტრიციული თვალსაზრისით ძალიან სასარგებლოა სოკო, თუნდაც გამოსოკო კვებითი ღირებულების მიხედვით, მაგრამ თუ რაღაც ტოქსინს შეიცავს ისეთ, რომელიც არ უნდა მოხდეს ორგანიზმში, ალკოჰოლის დამატება უკვე ტოქსინს აძლიერებს ტოქსინის უღრმყოფით ეფექტს. კი ბატონო, კიდევ ერთ-ერთი ყველაზე საშიში კომბინაცია არის გრეიფრუტი, როგორც მე ვიცი, და გარკვეული ტიპის პრეპარატები. თუ მაგალითად ადამიანი სისტემატურად იღებს გარკვეული ტიპის პრეპარატებს, თუ ახსოვს ნევის მარეგულირებელ წამლებს და ასე შემდეგ, გულის და ასე შემდეგ, არ შეიძლება გრეიფრუტის დიდი რაოდენობით მიიღება და განსაკუთრებით გრეიფრუტის წვენის, იმიტომ რომ წვენის გამოსული შემთხვევაში ხა წვენში ბევრი გრეიფრუტია. რატომ შეიძლება იყოს საშიში? საერთოდ არ არის საერთოდ არ შეიძლება. აი გრეიფრუტის მოყვარულებმა კარგად მოგვისმინა. ზუსტად დამოკიდებულად გრეიფრუტი, როგორც ციტრუსი, როგორც ხილი, ძალიან კარგი სასარგებლო ზოგისთვის გემრიელი პროდუქტია, მაგრამ მედიკამენტთან მიმართებაში არის გარკვეული ტიპის მედიკამენტები, როგორც დაასახელეთ წნევის აპერატული პეპტიდის სამკურნალო, ეს არის ეგრეთ წოდებული სტატინები, ან ქოლესტერინის სამკურნალო transmission ეს მედიკამენტები, იმუნოსუპრესორები, რაც იმუნურ სისტემას განსაკუთრებით ქიმიოთერაპიის პერიოდებში, გადაგების პერიოდებში, რასაც ხმარობენ ხოლმე ამ მედიკამენტებთან ერთად და მათ შორის გამოვყოფთი როგორც ჩემს საყვარელ მედიკამენტს ლევოთიროქსინს. ზოგადად ლევოთიროქსინის ჯგუფს პირველ რიგში ვაფრთხილებ. ეს არის პაციენტები, ვისაც აქვს ჭიყვი, ხო, ეგრეთებული იოდის დეფიციტი ამ პირიქით. ხო, იოდის დეფიციტი და შორს დაგვიყვანს. ზოგადად ფარისებრი ჭიყვი პრობლემები, ვისაც აქვე მიიღებს წამლებს. ფაქტობრივად მაქსიმალურად ყველას ვაფრთხილებთ პაციენტებს, რომ ამ მედიკამენტების მიღების დროს თავი შეიკავონ გრეიფრუტის წვენის დაყენების. რატომ რა საინტერესოა? თუნდაც მის აქვს რაღაც ის მჟავე შემცველობა, რომელიც ხელს უშლის წამლების შეწოვებას და წარმოქმნის ტოქსიურს ვერ დავარქმევ, მაგრამ არასაჭირო ნაერთებს, რომელიც ეკავლენენ საფრთხეს უკვე გვერდითი მოვლენების გამწვავების სახით. მათ შორის შეიძლება იყოს კუნთების ტკივილი, გულისრევა, ღებინები, შეიძლება გამოვლინდეს მიწოზე თვალსაჩინო, მაინც კუნთებთან მიმართებაში არის ხოლმე რაღაც ძლიერი სისუსტე გამოვლინება და პირველი რაც ყველაზე პრობლემურია, წამლის ეფექტი იკარგება. შეიძლება რომ გააძლიეროს, აი მაგალითად წნევის წამალი დალია ადამიანმა, დააყოლა გრეიფრუტის წვენი ან თუნდაც ერთი გრეიფრუტი და წნევა თუნდაც ჩამოსულიყო რაღაც ნიშნულამდე, კიდევ უფრო დავარდა სასიცოცხლო ნიშნულის ხვევით. უფრო მოსალოდნელი არის ხოლმე რომ ვერი მოქმედოს წამალი შეაფერხოს მისი მოქმედება. მაგრამ ესეც რადგან ინდივიდუალურია, შეიძლება პირიქით უფრო დააგროვოს კიდეც. შეიძლება ვერი მოქმედოს იმ კონკრეტულმა დოზირებამ და ზუსტად მე პაციენტმა დაუმატოს კიდე დოზირება თუნდაც ამ თვალსაზრისით რაღაც წნევასთან მიმართებაშიც არ არის გამორიცხული და საბოლოო ჯამში ანუ პირიქით ზომიერად დაქვეითების ნაცვლად ძალიან დააგდოს კიდეც არც ეს არის გამორიცხული. საერთო ჯამში ხელს უშლის წამლების მოქმედების ეფექტურობას. რადგან ხა საინტერესო კონტრაცეპტივებს ეხება ნეტა. კონტრაცეპტივებზე არ იყო ესეთი კონკრეტული დასკვნის სახით დადებული. შეიძლება არ არის შესწავლილი საკმარისად. არის რაღაც გარკვეული თქვა და რამდენიმე ანტიბიოტიკთან მიმართებაში არის, რომ არ არის სასურველი მიღება გრეიფრუტის წვენის. რატომაც ზუსტად გრეიფრუტია გამოყოფილი და არა სხვა ციტრუსი. ზოგადადაც არც სხვა ციტრუსი არ არის რეკომენდებული, მაგრამ გრეიფრუტი ხაზგასმით არის მითითებული, რომ არ არის ამ შემთხვევაში რეკომენდებული. კონტრაცეპტივები ესე გამოყოფილად არ არის, თუმცა მაინც უმჯობესია რომ შეიკავოთ ზედმეტი წყალი. ყველანაირად უსაფრთხო მიღებული დასაყოლებელი საშუალება. კი ბატონო, მაინც ინტერვალებზე ვთქვა და ჩვენ ბევრი პროდუქტი დავასახელეთ და რა ინტერვალი უნდა იყოს დასული აი ამ პროდუქტებს შორის, ან მედიკამენტსა და პროდუქტ შორის, რომ ეს უარყოფითი და ნეგატიური ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე არ მოხდეს. ყველაზე არასასიამოვნო ალბათ ის ფაქტია, რომ ფაქტობრივად
საერთოდაც გამოდის, რომ ვერ მიიღებს ამ პროდუქტს მკურნალობის ეს პერიოდში. გრეიფრუტს ეხება. სხვა დანარჩენი პროდუქტის სხვა შემთხვევაში დანარჩენზე საშუალოდ ითვლება, რომ 3 საათი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს მედიკამენტებს შორის ან რაღაც საკვებს შორის, აი ამ პერიოდის დაცვის შემთხვევაში, თქო, მის ეფექტებს არ თრგუნავს და არ უშლის ხელს მუშაობას. გრეიფრუტზე ცოტა უფრო ისეთი გამახვილებული ყურადღება, რომ შეიძლება 72 საათიც კი დააყოვნოს მისი ეფექტურობა და ხელი შეუშალოს. მოკლედ წამლებს ვსვამთ გრეიფრუტის არსებობა უნდა დავივიწყოთ. დაახლოებით ესე გამოდის. სხვა შემთხვევაში 3-4 საათი სხვა პროდუქტების მინიმუმ მაინც სასურველია დაცვის. და კიდევ ბოლოს მინდა გითხოთ, ბევრ ადამიანს აქვს გარკვეული ტიპის დეფიციტები, მაგალითად რკინის დეფიციტი. ან შეიძლება დეფიციტიც არ ქონდეს, მაგრამ უნდა რომ დაუშვათ თუ იღებს ან გარკვეულ საკვებს, რომელიც რკინის მარაგს აგროვებს ადამიანის ორგანიზმში, ამას უშლის თუ არა ხელს სხვა ტიპის პროდუქტები, მაგალითად იგივე ჩაი და ყავა. ან აი რაღაცა ისეთი შემცველობის პროდუქტი, მაგალითად კალცის შემცველი პროდუქტი შეიძლება მივიღოს თუ არა რკინის შემცველ პროდუქტებთან ერთად, აი რასთან არ არის რეკომენდებული ყველაზე უფრო მეტად. ძირითადად ყველაზე შესწავლილი სფეროს წარმოადგენს ალბათ რკინის შეწოვის პრობლემა. ამიტომ რომ ბევრს აწუხებს სავარაუდოდ და ეს ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა, რომ შედარებით მეტი კვლევებიც არსებობს ამასთან დაკავშირებით და რა უშლის ხელს უფრო მეტად არის გამოკვლევი. მათ შორის ყავა და ჩაიც ერთ-ერთ ხელშემშლელ ფაქტორად ნამდვილად ითვლება და ძირითადად ეხება ეს არაჰემის შეწყვას. რაც ისედაც პრობლემულია კუჭნაწლავისთვის და პლუს კიდევ როდესაც ჩაის ყავას ვაყოლებ, ეს მინიმალური შეწყვაც ქვეითდება. ეს გამოწვეულია ყავაში, ჩაიში, პოლიფენოლების შემცველობით, ასევე კოფეინის ხელს უშლის შეწოვის პროცესს, განსაკუთრებით ნამდვილად კალციუმთან მიმართებაშიც იგივე იქნება. დამოუკიდებლად რკინის და კალციუმის ერთად მუშაობაც არ გამოდის ახარბიელ, იმიტომ რომ რეალურად ერთმანეთს უშლის ხელს. როგორც აღნიშნე, რკინის შეწოვას უფრო C ვიტამინი და ბჟავა უფრო უწყობს ხელს, ამიტომაც ლინის წვენთან ერთად დამოუკიდებლად C ვიტამინთან ერთადაც თუ თქვა რკინის პრეპარატს იღებს პაციენტი, შეუძლია ეს უფრო მიაშოვოს და მიეხმაროს. მაგრამ ის პროდუქტებთან, ყველთან, ხაჭისთან ერთად რკინის პრეპარატების მიღებას უნდა მოვერიდოთ. თუ არ არის პრეპარატი, მაგალითად, რამდენად რეკომენდებულია, რომ ხორცი და რძის პროდუქტები ერთად მივიღოთ, იმისთვის, რომ გასაგებია, რომ საშიში არ არის ადამიანის ჯანმრთელობის ეს ცალსახად ვიცით, რომ ასეა, მაგრამ რამდენად შეიძლება, რომ ხორცში არსებული სასარგებლო თვისებები რძეში არსებულმა და რძის პროდუქტებში არსებულმა კომპონენტებმა გაანეიტრალოს, ხელი შეუშალოს. არა მხოლოდ გემოვნური თვისებების გამო, რომ პროდუქტს არის პირველ რიგში, ალბათ უფრო მისი სარგებლის გამო და ეს სარგებელი ამრიგად შეიძლება რომ დაიკარგოს. შეიძლება დაიკარგოს გარკვეული პროცენტულობით, თუმცა ეს დანაკარგი არ არის ხოლმე იმდენად მნიშვნელოვანი, რომ საერთოდ უარი ვთქვათ ამ კომბინაციებზე. უმჯობესი არსებობს რა თქმა უნდა რაღაც დიეტის თვალსაზრისით უმჯობესი და უკეთესი კომბინაციები, სადაც უფრო მეტი სიზუსტით და მეტი რაოდენობით დადებითი თვისებების გამოვლენას მოახდენს ესათვის პროდუქტი, მაგრამ აკრძალულიც არ არის. ეს უფრო მაინც არის დამოკიდებული გემოვნებით თავისებურებებზე და შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ იმდენად სრულყოფილად არ მოხდება ითვისება და შეთვისება ორგანიზმის მიერ, თუმცა ვერც აუკრძალავთ, იმიტომ რომ ვისაც რკინის დეფიციტი აქვს, უმჯობესი რომ არ მიირთოს, ასე მივუგავიდნენ და ვისაც არაფრის დეფიციტი არ აქვს, მაშინ არის ისედაც პრობლემა არც კრეფავის მხრივ და არც რაღაც კონკრეტული დეფიციტის და დარღვევების მხრივ, ამიტომ არ აუკრძალავთ ესე გადაჭრით. კი ბატონო, ხომ არ არის კიდევ ისეთი კომბინაცია, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომელიც გამოგვჩა მაგალითად ფევანდელი გადაცემის პერიოდში. აი ხილთან მიმართებაში ვიტყოდი, რომ ხილი ითვლება ზოგადად ნუტრიციული თვალსაზრისით სასურველი არის ხოლმე, რომ ცალკე მოხდეს მირთმევა მისი კუჭნაწლავთან მიმართებაში, რადგან შედარებით ნაკლები დრო ჭირდება მოსანელებლად, უფრო დიდი რაოდენობით სითხე შეიცავს და შესაბამისად უფრო მალეც გამოიყოფა, ნაკლები განახარჯი აქვს ორგანიზმის გადამუშავებაზე და არ
ხდება დიდხანს დაყოლილ ორგანიზმში, თუმცა აქაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებლად უნდა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან, თავისებურებებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ამის შეფასება. შაქრიანი დიაბეტი აქვს პაციენტს, რეზისტენტობა, ჭარბწონასებრზვის თუ საერთოდ არაფერი არ აწუხებს. შესაბამისად, თუმცა არაფერი არ აწუხებს პაციენტს, არ გვაქვს ეს გაწერილი კონკრეტული შეზღუდვა და რეკომენდაცია, რომ მხოლოდ ამ დროს და მხოლოდ ეს ხილი მიიღოთ. დიაბეტის შემთხვევაშიც ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ზომიერად რაოდენობით თუნდაც ხილის მირთმევა აუცილებელი ორგანიზმისთვის. მით უმეტეს, როცა შეიცავს უჯრედის ეს ხილი დიდი რაოდენობით სითხეს და პირიქით გვეხმარება მონიტორინგში, როგორც წონის, ასევე შაქრის ციფრების. ზომიერად უნდა დავიცვათ და ექიმის რეკომენდაციებს მივყვეთ. როდის გვირჩევს ხილი დავაყოლოთ საკვებს, რომ მივიღოთ დამოუკიდებლად. კი ბატონო, ძალიან მიმართულებ, ვფიქრობ ძალიან საინტერესო და საჭირო რეკომენდაციები მოვისმენთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მსმენელი გაითვალისწინებს მათ. მე მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით და შეგახსენებთ დღევანდელი გაცემის სტუმარი თინათინ მამფორია, ექიმი ენდოკრინოლოგი მკვლევარი.